დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი. თემაზე სასაუბრად კი შემოგვერთდნენ სტუმრები, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგი ბატონი მირიან ხოსტაშვილი და ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თავდაპირველად, რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ შესახებ, თუ როგორ ხდება აღნიშვნა ამ თარიღის. გისმენთ, ქალბატონი. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის ეთნოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბატონი გიორგი ჩიტაიას საიუბილეო თარიღის აღნიშვნა და წელს რახან ასეთი დიდი თარიღია 135 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან, სწორედ ნოემბერში. ჩვენ გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ორი ინსტიტუტი, ერთი არის ეთნოლოგია, ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ასევე ამავე დროს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია ერთობლივად ატარებს სიმპოზიუმს, რომელიც რამდენიმე დღეს მოიცავს, 4დღიანი სიმპოზიუმია და დღეს გახსნა არის ამ სიმპოზიუმისა. ძალიან გვეხარია, რომ საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება, ბევრი მონაწილე, 90-მდე მონაწილეა ჩართული, არის საერთაშორისო, გვაქვს სპეციალური სესია, რომელიც ონლაინ ტარდება ჩვენი უცხოელი კოლეგების ჩართვით და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაც ბატონი გიორგი ჩიტაიას ინტერესის სფეროში იყო, იგი გახლავთ ჩვენი ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, მან მისცა ბიზგის შემდგომ კვლევებს და ჩვენ აი სწორედ გვინდა ეს ხსოვნა მისი უბრალოდ ამჯერად ესეთი სიმპოზიუმით. პირველ დღეს იქნება პლენარული სხდომები, დღესვე ჩვენ დიდუბის პანთეონში მის საფლავს ყვავილებით შევამკობთ, გადავიხდით პანაშვიდს და ხვალ უკვე არის მთელი დღის მანძილზე სესიები ჩვენი ეთნოლოგების. მესამე დღე დაეთმობა ახალგაზრდა მკვლევარებს და სტუდენტებს და ძალიან გვახარებს ეს, რომ მათი მხრიდანაც დიდი ინტერესი იყო და ბევრი ახალგაზრდა დამწყები მკვლევარი და სტუდენტია ჩართული და ბოლოს სიმპოზიუმი დამთავრდება ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც წარდგენა მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი შრომისა ბატონი გიორგი ჩიტაიას მიერ იყო დაწყებული ქართული დარბაზული ერთგვერგვინიანი სახლების კვლევა და დღეს გრძელდება ეს და დაგვერგვინდა იმით, რომ ამ ელემენტს კულტურისას მიენიჭა ქართული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. და მისი წარდგენა იქნება ბიბლიოთეკაში. აი მოკლედ ეს არის ჩვენი ღონისძიების ელემენტები. დიახ, ბატონი მირიან, რაც შეეხება ბიბლიოთეკაში დაგვირგვინდება ეს ყველაფერი, ხო? მან ვისაუბროთ ასევე იმის შესახებ, თუ რა არის დაცული ბიბლიოთეკაში, რა ინახება და როგორ ხდება შემდგომ უკვე ამ ყველაფრის შენახვა, საზოგადოებისთვის გაცნობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად კამპანია იმისათვის, რომ ბატონ გიორგის შესახებ უფრო მეტად ამაღლდეს ცნობიერება და უფრო მეტმა შეიმეცნოს და გაიგოს იმის შესახებ, თუ რამხელა ღვაწლი აქვს მას. დიახ, ეროვნული ბიბლიოთეკა მოგეხსენებათ არის ჩვენი ქვეყნის დეპოზიტარიუმი, შესაბამისად ყველა ის გამოცემა, დოკუმენტი, რაც კი სამეცნიერო სახით არსებობდა როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, არის ჩვენთან დაცული და ჩვენ სწორედ 27 ნოემბერს, როდესაც პრაქტიკულად შეჯამდება აი სიმპოზიუმი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც ჩატარდება, გამოვფენთ სწორედ გიორგი ჩიტაიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მასალებს და მათ შორის წიგნებს, რომელიც მის მიერ გამოიცა, ან მის შრომებზე გამოიცა შემდგომ, მისი გარდაცვალების შემდგომ. ეს გამოფენა გარდა კონფერენციისა საშუალებას მისცემს იქ მოსულ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი მის შემოქმედებას, მის უდავოდ ფასდაუდებელ სამეცნიერო მოღვაწეობას, რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას და პრაქტიკულად ეს გამოფენა იქნება არა მხოლოდ ფიზიკურად, ასე ვთქვათ, იქ დათვალიერების თვალსაზრისით, არამედ ელექტრონულადაც გაკეთდება სპეციალური გამოფენა. ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკა ვაკეთებთ
ეთნოგრაფიულ ლექსიკონს, ასე ვთქვათ, ლექსიკონების ბაზა გვაქვს საკმაოდ დიდი, სადაც ვთქვათ ეთნოგრაფიულ როგორც ტერმინთა ლექსიკონი კეთდება ელექტრონულად, ასევე ეთნოგრაფიული ლიტერატურის ცალკე ბაზა კეთდება და სწორედ ვეცდებით რომ ამ ბაზის პატარა პრეზენტაციაც გავაკეთოთ 27-ში, რაც პრაქტიკულად გიორგი ჩიტაიას საქმის გაგრძელებაც არის ერთგვარად. კაპიტან ქეთევან, ვახსენეთ რომ დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა არის ჩართული ამ ყველაფერში როგორც მეცნიერი, ასევე სტუდენტი და ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? როგორი არის ზოგადად დაინტერესება ახალგაზრდებში ბატონ გიორგის ღვაწლით, შემოქმედებით, რამდენად ხერხდება ის, რომ გაგრძელდეს ეს ყველაფერი და მათი ხედვა როგორი არის და დამოკიდებულება, ვთქვათ, ჩვენს თანამედროვეობაში. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ გეტყვით, რომ 20-მდე სტუდენტია და აი ახალგაზრდა მკვლევარი კიდევ ასე დაახლოებით 20 და ეს რასაკვირველია უკვე ნიშანია იმისა, რომ ახალგაზრდები იცნობენ, აინტერესებთ და გარკვეულწილად აგრძელებენ იმ საქმეს, რასაც საფუძველი ბატონმა გიორგიმ ჩაუყარა. ჩვენ ახლა წარმოვადგენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტს. ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე სამივე საფეხურის პროგრამა ხორციელდება და რასაკვირველია ახლა ეს ჩვენი სასწავლო კურსები დაფუძნებულია სწორედ გიორგი ჩიტაიას და მისი მოწაფეების ნაშრომებზე. და ბუნებრივია, რომ ჩვენთან მოსულ სტუდენტს პირველივე დღეებიდან უკვე ესმის ეს გვარები, ისინი კითხულობენ მათ ნაშრომებს და მეტიც ამის საფუძველზე თვითონ უჩნდებათ ინტერესი, რომ გააგრძელონ, შეადარონ თანამედროვეობა ბატონი გიორგის დროს აღწერილ ვითარებას და ძალიან საინტერესო ნაშრომებს ახორციელებენ. იქნება ეს სასწავლო კურსების ფარგლებში თუ სამეცნიერო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე, წერენ სტატიებსაც სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმის თაობაზე თუ აი როგორი მნიშვნელოვანი მიდგომები ჩამოაყალიბეს ბატონმა გიორგიმ და მისმა სკოლამ. ასე რომ ეს ინტერესი ძალიან სასიხარულოა რომ არსებობს და დიდი იმედი მაქვს რომ მზარდიცა, ამიტომ რომ გვემატებიან სტუდენტები და აი ხა თვითონ ეს ჩართულობა მათი ასეთ სიმპოზიუმზე, ნუ ეს უკვე მეტყველებს იმაზე რომ მართლაც აი გვაქვს საამაყოდ საქმე, რომ ის საქმე აი რასაც საფუძველი დაუდეს ამ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, ნამდვილად ღირსეულად გაგრძელდება. და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი იყოს საერთაშორისო ვინაიდან ეს არის საერთაშორისო სიმპოზიუმი, ხო? რამდენად ჩართულები არიან უცხოელი კოლეგები და რა არის მათი მთავარი სათქმელი, ასე ვთქვათ, და დამოკიდებულება. დიახ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონმა გიორგიმ შეიმუშავა ძალიან სპეციფიკური განსაკუთრებული მეთოდი კვლევისა, რომელსაც კომპლექსური ინტენსიური კვლევის მეთოდი ეწოდება. ეს არის სავიარო კვლევის მეთოდი. და აღსანიშნავია ის, რომ მეთოდის შემუშავება 20-იან წლების მიწურულს უკავშირდება და მე ნელ-ნელა დაიხვეწა კიდევაც. და ეს არის იმდენად ესეთი თვალსაჩინოდ აი წინ გადადგმული ნაბიჯი მანამდე არსებულ თქვათ მეთოდოლოგიურ მიდგომებთან და მეტიც დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელობისთვისაც კი ძალიან თანამედროვეა ის მიდგომები. ნუ ცოტა სხვა ტერმინოლოგიით ვთქვათ, მაგრამ ის იდეები ვთქვათ, ჰოლიზმის, ინტერდისციპლინურობის მცირედი ფაქტიდან დიდ კონტექსტებამდე წასვლის, ეს ყველაფერი აი ბატონ გიორგისთან ფიქსირებულია. შესაბამისად, ეს უცხოელი კოლეგების ჩართულობით ეს სესია სწორედ მეთოდოლოგიურ საკითხებს ეძღვნება. აქ ძირითად მომხსენებლებად აი 4 სხვადასხვა ქვეყნის ეთნოლოგები არიან წარმოდგენილი, მაგრამ მონაწილეობას კიდე სხვა ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრებიდან. და აი ამ სესიაში ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ. ეს იქნება მრგვალი მაგიდის ტიპის, ანუ დისკუსია სწორედ მეთოდოლოგიურ საკითხებზე და ახალ გამოწვევებს, აი თანამედროვეობაში ეთნოგრაფიული კვლევებისა წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ამთავითვე იყვნენ ამ დისკუსიების მონაწილეები. შეიძლება ყველამ არ გამოთქვას თავისი მოსაზრება პირველივე ჯერზე, მაგრამ მოისმენენ ნაწილი გამოთქვამს კიდევაც ჩვენ შესანიშნავი დოქტორანტები, რომლებიც მოცხოენებსაც შესანიშნავად ფლობენ და გარკვეულწილად შეუძლია
შეუძლიათ უნარები გააჩნიათ, რომ დისკუსია წარმართონ ისეთ დონეზე, როგორც ბატონ გიორგის ეკადრება და ჩვენს ეთნოლოგიურ სკოლას ეკადრება. და ვიმედოვნებთ, რომ ამით კიდევ ერთხელ ახალ სიტყვას იტყვიან, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. დიახ. ბატონო მირიან, რამდენად მნიშვნელოვანი არის ბიბლიოთეკის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში და გამოწვევებზე საუბრობდა ქალბატონი ქეთევანი და ალბათ ეს გამოწვევები თავისთავად ბიბლიოთეკის წინაშეც არაერთი არის თავისთავად ხომ თუმეტეს როდესაც ესე ვითარდება ყველაფერი ძალიან დიდი სისწრაფით და თავისთავად ცდილობთ ალბათ რომ ამ ყველაფერს აუწყოთ ფეხი და გარკვეული სიახლეები თუ კი რამ არის ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი შეიტანოთ ბიბლიოთეკაშიც რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი დაინტერესებული პირებისთვის, არამედ თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოებისთვის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნსაცავი ან სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკა არის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც სხვადასხვა ტიპის კვლევები მიმდინარეობს, სამეცნიერო კვლევებს გულისხმობ, არა მარტო ჰუმანიტარული მიმართულებით, არამედ სხვა ტექნიკური დარგების მიმართულებითაც და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიმართულებებს ვცდილობთ რომ ფეხი აუწყოთ და თანამედროვენი ვიყოთ გამოწვევებისა. შესაბამისად, ასეთ ტიპის სამეცნიერო კვლევებში, სიმპოზიუმებში, კონფერენციებში მონაწილეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობა ამ პროცესში, არამედ თვითონ ბიბლიოთეკის როგორც ორგანიზაციის მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსები გვაქვს ამ თვალსაზრისით და თუ კი სადმე არის დაცული მაგალითად ის მასალა, რაც შეიძლება ამ კვლევებში იყოს გამოყენებული, პირველ რიგში არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მათ შორის ციფრულ რელსებზე მდგარი ბაზები და სხვა შორის ამ მიმართულებით ძალიან ბევრ სიახლეს ვაპირებთ, არა მხოლოდ ქართულ მასალაზე დაყრდნობით, არამედ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მიმართულების ძალიან ბევრი ციფრული ბაზა, რომელიც თანამედროვეობაში ჩვენს მეცნიერებს ძალიან გამოადგებათ. ამიტომაც ხელმისაწვდომობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენივე ჩართულობა ამ ყველაფერში და ამის მაგალითი არაერთი კონფერენცია, რომელიც ბიბლიოთეკაში იმართება, არაერთი მონაწილეობა, რომელშიც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო მიმართულებით მონაწილეობას და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში ის დაგროვილი ბაზა მასალა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გარკვეულწილად, როგორც დამსახურებულ მეცნიერებს მივცეთ საშუალება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე ახალგაზრდებს შეუწყოთ ხელი, რომ იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენ ვეღარ მოუწოდებთ, რომ ყველა მათგანი მოვიდეს და დაჯდეს ჩვენ სამკითხველო დარბაზებში, თუმცა ამისთვის მზადა ვართ და ყველა პირობა აქვს. არამედ პრაქტიკულად ჩვენივე კვლევების შედეგად საკუთარ სმარტფონებში, საკუთარ კომპიუტერებში აქვს ეს ბაზები გახსნილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოვრჩეთ აი ამ პროცესს, რა პროცესიც ვითარდება და ჩვენს ქვეყანას ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ძალიან ჭირდება სამეცნიერო განვითარება და არსებობს საკმაოდ დიდი ტრადიცია. და ეს ტრადიცია და გამოწვევები გვალდებულებს, რომ კიდევ უფრო აქტიურები ვიყოთ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ეთნოლოგი ბატონი მირიან ხოსტაშვილი და ქალბატონი ქეთევან ხუცშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის.